რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მომავლის სოფელი. ეს იქნებოდა სოფელი საქართველოში, რომელიც იქნებოდა თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სამწუხაროდ 2014 წელს ეს იდეა რაღაცნაირად ვერ განვახორციელეთ და აი ახლა 2025 წელს გადავწყვიტე, რომ მოვიარო საქართველოში იდოვებული დაცლილი და დაცლის პირას მყოფი სოფლები, რასაც გადავიღებთ, ნახავთ, შევარჩევთ ადგილებს, ლოკაციებს და შემდეგ მივცემთ რაღაცა გასაქანს ამ იდეას, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ გაცოცხლდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ეხლა მე მივდივარ დღეს სოფელ კადოეთში, რომელიც პირობითი გამყოფი საზღვრისპირა სოფელი არის. ძალიან ახლოს ამ სოფელთან, ნასოფლართან უბრალოდ დგანან რუსები, დაახლოებით ალბათ 1 კილომეტრში, შეიძლება უფრო მცირე მანძილში, თუმცა ჩვენი მიწა არის, ჩვენი ტერიტორია და მივდივართ ნახოთ ეს ნასოფლარი, რომელიც ჯერჯერობით რაც გზა გამოვიარეთ, ძალიან კარგი ადგილია, გზა საშინელია, დუშეთის რაიონია. გზაზე ფაქტობრივად აქ სუბუქი მანქანა ვერ ამოვა, მაღალი გამოვლობის მანქანა არის საჭირო, კარგი მძღოლით. გადავყაროთ ესენი? გზას ვეღარ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ აი ესეთი შეშები არის. მოჭრილი, არ ვიცი, იმედია კანონიერად არის დაჭრილი ეს შეშა და უკანონოდ არ არის. მაგრამ ყველა ვარიანტში ამას ახლა ვერანაირად ვერ გავათავისუფლებ გზას, უნდა მოვძებნო სხვა გზა. უბრალოდ Google Map-ი მიჩვენებს, რომ კიდევ ერთი მხარე, საიდან შეიძლება შემოუვაროთ, პირობითი გამყოფი საზღვრისპირა ხაზზე მიდის და იმედია იქ რუსები არ დაგვხვდებიან. ნახოთ, ჩვენ ყოველ შემთხვევაში მაინც იქით წავალთ. Ei cari mosadriano. აქედან ესე ხო? რაღაცას ვიღებთ ჩვენ და ამ სოფლის ამბავში. არის ვინმე იგზევით? აქ ვინ არიან მეცხვარეები? საკონელი, ყავთ. თქვენ აქაურები არ ახართ, ხო? აქ არის სოფელი? აღარ არის, ხურჩი დამთავრდა. აკრა აზვარი, აი კიდე გადადის. თუ წაგვიყვანენ დარეკავთ მე თვითონ დაიკარგა. სამი ბიჭი იყო იგივე. არა, უშარ ხარ და ხალხი იქნებით რა. მოგთხოვენ იმასა და. გადაიხდით თავრობა და გაგი მომიშვებინ, ან მოგიკითხავენ. დაიკარგა. დაიკარგა. გეცოდება რომ გადაიარეთ და. კი ბატონო, იქ ძველი სახლები ვნახეთ იმაზე და მაგის გადაღება. აი, მადლობა. აი ესე ჩაფალდა ახლა. ეს არის ძალიან დიდი ხნის წინანდელი მიტოვებული სოფელი. სამშენებლო მასალა არის ჩვეულებრივი კლასიკური როგორც აშენებდნენ აქაური ქვა მშრალი წყობით არის დალაგებული და რაღაცა პატარა ისეთი მეგონი შეიძლება ბანიანი სახლიც კი იყო. რომელიღაც სახლი იყო ცოტა წყობაში სადღაც ზევით არის მეგონი. აქედან ჩასვლა. ნახე რა ლამაზი კარია. ნახე. რამდენი ხანია ბოკლომი ადევს. ასეთი პატარა ბოკლომია. როდინდელი არის ნეტას არ. ნახე როდინდელი ბოკლომია. ალბათ ეს არ გაუღია ადამიანს მინიმუმ 1-50 წელიწადი არის.
აქ ძალიან საფრთხილო არ ჩავარდეს. აქ აკვანია, რამდენი თაობა შეიძლება გაზრდილი ამ აკვანში. ეს რა არის, ოღონდ ვერ ხვდები, რაღაც წამლებია თითქოს, ხო? ესე დატოვებული. აქ საცეცხლური იყო. ალბათ აქ ცხოვრობდნენ როგორც ჩანს. აქ თელი თაობები იქნება გაზრდილი და კაციშვილი აღარ არის, ეხლა აქ აღარავინ ცხოვრობს. როგორც ჩანს, ქვევით იყო სადგომი ძროხების და ზევით ცხოვრობდნენ, რადგან სითბოს უფრო ქვევიდან სითბო ამოდიოდა და სითბოს იჭერდა. რაღაცნაირად ეხლა ამ ნასახლარს რო უყურებ, რაღაცა ძალიან სევდიანია ეს ყველაფერი, ხო? ადამიანებმა იწვალეს, ააშენეს, შთამომავლობას დაუტოვეს, მაგრამ მაქსიმუმ როგორც ჩანს 100-200 წელი, 200 კიდე ძალიან მაქსიმუმი, 100-150 წელი არის ის რაღაცა რო არ გაწყდეს და ჯაჭვები შენარჩუნდეს. ეხლა ამ ხალხს ვინც აქედან წავიდა, ვერც გაამტყუნებ, ხო? უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ, როგორც ჩანს, ესეთი პირობები იყო. არჩევანი არის რა, ადგილი ძალიან ლამაზია. სუფთა ჰაერია, იდეალური სიმშვიდეა, ხედები ძალიან მაგარია, მაგრამ არის მეორე მხრივ აი ესეთი რაღაცა უგზოობა, დენი არ არის, გაზზე ლაპარაკი არ არის, წყალიც არ ვიცი არის თუ არა აქ. აი ამას შორის გადის ადამიანი, მაგიტომაც ეტანებიან მერე ქალაქს და ჩვენ ვამტყუნებთ ხოლმე რომ ყველას რა უნდა ქალაქში რატო ჩადისო და აი აქ ცხოვრებას ადამიანი ვეღარ უძლებს და მაგიტომ მიდის. თუმცა აი ასეთი ნასოფლარის გაცოცხლება რეალური არის. აი მაგალითად თურქეთში, შვეიცარიაში საკმარისი ერთი ადამიანი დასახლდეს, გზა ყოველთვის კეთდება მისთვის, დენი გადის და ინტერნეტიც კი შედის იმ ერთი ოჯახისთვის. აქ რო ესეთი პირობები რო ოდესმე საქართველოში დადგეს, ასეთი ადგილის გაცოცხლება ძალიან თავისუფლად შეიძლება. ანანურის გზიდან უფრო სწორად გადმოსახვევიდან აქამდე არის მაქსიმუმ 9 კილომეტრი, 9 კილომეტრი საერთოდ არაფერი არ არის ნორმალური გზის პირობებში. უფრო უარეს ადგილას ყოფილი ვარ სხვა ქვეყანაში, ასე მარტო ცხოვრებ ადამიანთან მისული. შენი და შენი შვილის პიროვნული განვითარებისთვის. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. რა არის ფასკუნჯი? მული აღწერაში. ბოთლები რა კარგად აქვს შენახული. ამ სოფელში, ამ სახლში იგრძნობა, რომ რაღაც მომენტიდან არიან წასულები. ნახე, აქ ის არის, ბუხარია, პატარა საცხოვრისი იყო. აი, მოულოდნელად წასულები არიან. რაღაცა მარტო მიყრილ-მოყრილი კი არა, რაღაცები დატოვებულია პირდაპირ, შეხედე. ხა ეს ბოთლები ხო ესე არ არის და ესე ხო თავის თავს ვარ დაალაგებდა. სავარაუდოდ წყემსების სადგომი იყო აქ ბოლოს. კალენდარი 2006 წელი, მინიმუმ 2006 წლის ამბავია აქ. ნახე რა ვიპოვე. ძველი შურდული. აი ესეთი შურდული ბავშვობაში ალბათ ბევრს ქონიათ. ოთხმოცდათექვსმეტი წლის ივლისი. გაზეთი ბანკი. სავალუტო ფონდის შესაძლო ნაბიჯი. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში. დოლარის კურსი 1.25. ბოლო ცხოვრები 2006 წელს არის, კალენდრი თუ ვიმსჯელებთ და სავარაუდო ბოლო ვინც აქ იყო წყემსი. იქნებ ისიც გავარკვიოთ ბოლო კერძი რა გააკეთა. აგერ. გარეცხილი აქვს ჭურჭელი დატოვებული სხვათა შორის. კიდე ერთი მიტოვებული და დანგრეული სახლი, ამას ოთახები აქვს გაკეთებული, ნახე. რაღაცა ცალ-ცალკე აქვს. ეს ამოთხრილი რისია, ოღონდ რაღაცის შესანახია, როგორც ჩანს. სავარაუდოდ აქ ჭირნახულს ინახავდნენ. საწოლი აქ რამდენი ბავშვია გაკეთებული, ვინ იცის? აი რამდენი. აქ ეძინათ,
ალბათ კვდებოდნენ აქ, იბადებოდნენ აქ, ისახებოდნენ, ყველაფერი აქ ხდებოდა ამ საწოლზე. მე სოკოს ვერ ვცნობ სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვი, ეხა ეს სოკო იჭმევა არ იჭმევა, მაგრამ ისეთია რა, რაღაცა ნახე. ტაფის მეოთხედი კი არის. უზარმაზარი დიდი სოკოა. ძალიან საინტერესოა, აქ რა გვარები ცხოვრობდნენ. თუ მაყურებელმა იცის რა გვარები ცხოვრობდნენ კადოეთში, გთხოვთ რომ დაწეროთ თქვენი ვერსიები, რა გვარები იყვნენ და სიამოვნები დაველოდები კიდევ სხვა სოფლებს, სადაც გვირჩევთ რომ წავიდეთ და ვნახოთ ესეთი ადგილი. ჯოს გამარჯობა ძმაო. ხაური ხარ შეწარმოში. აქ ხაური აქ ვაიცოფლიდან ავარ. ბანანურიდან და აქ საქონელი მყავს. მაგაზე. ბოლოს პლაკატი რაც ვნახე 2006 წელი ეწერა, ესე იგი მან იქ შიგნით პატარა დანგრეულ სახლში შევედი და შიგნით იყო. მანამდე ეს წემსების პუნქტი იყო ხო? წემსები ცხოვრობდნენ. აქამდე დაიცალა პირა. წლები რაღაც. იქ დაბლარო ფერმა არის? მან ჩემია. შენი არის ეგა? შიდან ამოდი. საქონელი ყავს. აქ რა ვშეხდებოდით? საქონელი ნახე ძაღლით იყო კი? ძაღლების ხმალას მე. ბატონო. შენ რა ქვია? უჩა. უჩა. უჩას დავალევინოთ ჩვენი ტრადიციული საძებზე. აჰა. აბა მიდი. რამე კაი სადაგძელო გითხარ. მე ვერ დავლევ საჭესთან რომ მე რო ჩავალ მე დავდე. ეგრე მე ახლა უნდა ჩავიდე ჩავაგრო საქონელი და მაგათო. გამომადეს ჩვენ საქართველოს გამომადეს. აღარ ყოფილიყოს ახლა აქ რა ვიცი. თქვენც მოგეხსენებათ ძალიან არეული სიტუაციაა დღემდე რა ახლა. თქვენ არ მგონია გენახათ იქით არის რა ისინი ამ კრცალ დავინიშნებ და ხო ვერ მივედით იქამდე მეგონა აღარ იყო გზა. არა გზა არის კი რა. ყოველ იმაზე რავი ეს 2 წელი არ ვიყავი აქ და რაც ამოვედი ისინი გადავყარე რა სწევენ და სწევენ ამ საზღვრებს ახლა რუკაზეც ახალი მაპებით უჩაწყევთ სუის რა ამოშევ გორასტერემეებმა მაგას არიცავენ რა გამთლიანებული იყოს და გაერთიანებული იყოს მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენ საპატარა საქართველოში კაი რა გვარის კაცი ხარ ბუქური აჰა მოვიარეთ სოფელი კადოეთი ზოგადი შეფასება ამ სოფლის და ამ ადგილის როგორც შეიძლება იყოს არის ის რომ მდებარეობა ძალიან კარგი აქვს გზა ძალიან ცუდია ძალიან ცუდია დენი არ არის წყალი მე ვერ მოვძებნე შეიძლება იქ არის პრობლემა რაც ამ სოფელს აქვს არის ის რომ რამდენიმე მეტრში რუსი სამხედროები დადიან და ცდილობენ რომ ყოველდღიურად მოიპარონ რაღაცა თქვა 100 მეტრი 50 მეტრი ტერიტორია წყემსი შეხვდა უჩა ბუქური რომელიც ერთი კაცისთვის მე მგონი მაქსიმალურს აკეთებს იმას რომ აძრობს ამ ნიშნებს და სადღაც ყრის ან გადააქვს უკანა მხარეს რა მე ვფიქრობ რომ შეიძლება მოვიდეს მალე ისეთი დრო როცა ეს ადგილას ერთი ოჯახი, ორი ოჯახი, 5 ოჯახი, 10 ოჯახი დასახლდება და კიდევ ერთი ან პირველი ან მეათე მომავლის სოფელი გვექნება. ჩვენ ბევრი მომავლის სოფელი გვინდა საქართველოში. თუ მოგეწონათ ის კონტენტი, რასაც ჩვენ ვიღებთ, გამოიწერეთ არხი, სადაც ახლა ამას უყურებთ, მოგწერეთ თქვენი რეკომენდაციები, რომელი სოფელი გინდა რომ ნახოთ, რაიმე ინფორმაცია რაც გექნებათ ამ დასახლებაზე გითხარით და დაელოდეთ შემდეგ გადაცემას. აბა დროებით.